ladies and gentlemen, and welcome to Kutaisi. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქუთაისში ამ განსაკუთრებულად სასიხარულო დღეს, როდესაც ყველა ერთად საზეიმო ვითარებაში აღნიშნავთ ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას. ახლა კი ნება მომეცით მივესალმოთ ჩვენს საპატიო სტუმრებს. მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი გახარია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი არჩილ თალაკვაძე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი. და ასევე დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ აქ მობრძანებისთვის და ჩვენთან ერთად ამ საზეიმო ვითარებაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიღებისთვის. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი პირველ რიგში გახლავთ სტუდენტების, ახალგაზრდების ცოდნის მიღებისა და წინსვლის სივრცე. შესაბამისად, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, იმ 246 სტუდენტს, რომლებმაც საკუთარი მომავალი სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუკავშირეს. ვულოცავთ ახალგაზრდებს, სტუდენტური ცხოვრების დაწყებას, ამ ახალ ეტაპს პროფესიული განვითარების გზაზე. ეს დღე ნამდვილად თქვენია. ახლა კი ქალბატონებო და ბატონებო, ნება მომეცით სცენაზე მოვიწვიო მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მოგესალმებით, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, პატივცემულო მინისტრებო, დეპუტატებო, მივესალმები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს, მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს, საპატიო სტუმრებსა, ჩვენ საზოგადოებას და ქუთაისს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც იყო თავის დროს 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა. მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო. საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც შესაძლებელი იქნება მსოფლიოს მეცნიერების უახლოესი მიღწევების გათვალისწინებით ახალგაზრდამ მიიღოს უმაღლესი დონის განათლება ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში, რომელიც მას აძლევს და მისცემს შესაძლებლობას იყოს სრულფასოვანი წევრი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების და მისი ავანგარდის. ახალ საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა პანდემიის და გლობალურ კრიზისის დროს არ არის მარტივი საქმე და არის სამაგალითო საქმე. ამას სჭირდება გამბედაობა. ასეთ ნაბიჯს სჭირდება რწმენა მომავლისა, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისა და ხვალინდელი დღისა. ეს იმ გამძლეობის და გამბედაობის გაგრძელებაა, რომელმაც მოგვიყვანა დღემდე. შემთხვევით არ არის, რომ ეს ხდება ქუთაისში. ქუთაისი ეს არის არამხოლოდ კოლხეთის დედაქალაქი და საქართველოს ჭეშმარიტი ინტელექტუალური ცენტრი. ქუთაისი ეს არ არის მხოლოდ გელათის აკადემია, მაგრამ ეს არის გელათის აკადემია. ქუთაისმა ქართველი ერის განათლების მისიას ყველა ეპოქაში წარმატებით გაართვა თავი. გასულ საუკუნეს ქუთაისში თავმოყრილი ინტელექტუალურ ძალების გადმოსვლა თბილისში განაპირობა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება. დღეს ქუთაისს ელის და ევალება ახალი მისია ქვეყანაში, რეგიონში და მსოფლიოში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის. მათ ეძლებათ აქა უნიკალური შესაძლებლობა შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოქალაქედ. მე მჯერა ასევე რომ ეს უნივერსიტეტი იქნება ამ რეგიონში ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან და ამ ორ ჩვენთვის ძვირფას ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება. რამე თუ კეთილმეზობლობა არის ჩვენი ქვეყნების, კავკასიის რეგიონის ერების ბედისწერა და ამას წინ ვერაფერი და ვერავინ დაუდგება. ქუთაისი სწორედ თავისი საზოგადოებით, წარსულით, ქალაქური კულტურით, გახსნილობით, სითფოთი და განუმეორებელი იუმორით იქნება ადგილი, სადაც დაიწყება ახალი, მშვიდობიანი კავკასიის ისტორია. დღეს აქ იბადება მშვიდობიანი, განათლებული და კულტურული საქართველო და კავკასია, რომელსაც უნარი შესწევს გლობალურ მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. არის ქვეყნის ისტორიაში სხვადასხვა ეტაპები, როცა განსაკუთრებული პასუხისგებლობა გადადის მეცენატებზე და მათ პრიორიტეტებზე. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენს ისტორიაში მსგავსი მეცენატობისა, როცა ერთი ადამიანის ხედვამ განაპირობა ათწლეულობით საქართველოს წარმატება მთელ რიგ დარგებში. ჩვენი კულტურისა და განათლების განვითარება დიდწილად მათზე იდგა. დღეს სწორედ მსგავსი ფაქტის თანაზიარნი ვართ. მადლობა მინდა მოვახსენო ივანიშვილების ოჯახს, გაწეული ქველმოქმედებისთვის, ფონდ ქართულს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საშვილოშვილო საქმეში. ულოცავ ქუთაისს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს შენაძენს და ეს უნივერსიტეტი ყოფილიყოს ახალი გელათი ქართული კულტურისა და მეცნიერებისათვის. დიდი მადლობა. ქალბატონო